რაღაცა აი ხა იცი რა გამახსენდა? შენ რომ თეატრალური ინსტიტუტიდან რომ ისა სპექტაკლი რა ქვია ჩარლის ზეიდა დადგეს და ის ჯგუფი დაამთავრა. დავით კობახის რომელ წელს? ახალხან გარდაიცვალა ბატონი. ბატონო, რომელ წელს? რომელი წელი 2004 წელს დავამთავრე. 2000 წელს ჩავაბარე, 2004-ში დავამთავრე. და ეს სპექტაკლი არ ყოფილხარ პატარა. არ არის პატარა. ახლა უყურე შენ 99-ში მე დავამთავრე. მართლა? 99-ში მე დავამთავრე გიორგი შალუტაშვილის მართლა? გიორგი ჩემ დროსაც ასწავლიდა. ჩვენ დროს იყო პირველი ჯგუფი ვიყავით გიორგის. ვახ. კარგით, გავაგზავნეთ. მე ჩარლის დეიდაში რა ითამაში? ჩარლის დეიდ რა როლი მქონდა ჩარლის? აღარც გახსოვს? ჯეკი იყავი. ჩარლის ვაკაცი რო არა. კი ბატონო, კი. ჯეკი და მან მე ვიცი ხა რომელი მასა. ნუ ცოტა ისეთი ხა საჩემო არ არის, შეგიძლია რომ მოყვე ხო და აბა ხა მან რაღაცა ის არის, რა ქვია, მოკლედ მივედით და რაღაცა უცებ დავიწყეთ რაღაცა ეს გამოცდის პროცესი და რაღაცა მზადება რა, იმიტომ რომ ეს ხალხი რაღაცა უცებ შემოვიდა, რაღაცაზე ვიყავით გართულები, გრიმიო იქ რაღაცა მთელი ამბები რაღაცა და უცებ გავემზადეთ რა. ეგეთი შემთხვევა რამოდენიმე ჯერ კიდე. და მე და დათო მისხედით დარბაზში. ეს არის ზია დარბაზები არიან სპექტაკლი. კი, და ველოდებით ახლა სპექტაკლის დაწყებას. გამწარებული ანუ ძალიან ისეთი ძალიან მაგარი მსახიობები თამაშობდნენ მარლენე გუტია, თავართ კილაძე, რეზო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა და ძალიან ისეთი ცისია მეტრეველი და ბრეგაშვილი. ხო, ბრეგაშვილი კი და მოკლედ თელ ამბავში ვარ და მონდომებულები და მთელი ის არის რა მიდის მთელი ისა თან ისეთი ძალიან მხიარული სპექტაკლი გამოვიდა მართლა ისედაც არის მხიარული და ცეკვებით და სიმღერებით რაღაცა და რაღაცა მაქვს რაღაც დიალოგი მაქვს რაღაცა მთელი ამბები რაღაცა და უცებ რაღაცა იქ ჩოჩკოლი არის და თან ხალხი დარბაზში კვდება სიცილით. აი არ კომედია რო იყო, კარგი იყო რა. კულისებში ხდება რაღაცა ჩოჩკოლი. ეხლა წარმოიდგინე რა. რაღაც გავწაბოდიში რა იმასი ზავსკების. რაღაცა აი რაღაც ცეკვა მიდის, შენ რო ისქენი რაღაცა და ეს ხალხი იცის და ძალიან სასაცილო რაღაცას არ ვაკეთებ რა იმ მომენტში რა. ვერ ვიგებ რა ხდება და კულისებში მიდის ჩოჩკოლი რა და თურმე ხა რა ხდება? შენ ამოხვედი? შენ დავინახებ ჩვენ დავინახეთ და გამწარებული ისა და ეს ავიო ჩაწაულია. ამოედა დათო დგას კულისებში. არა, მანამდე მე ვეუბნები დათოს რომ ხო არ მეჩვენება. ერთი კაცი შეხედე რა ხდება, რა არის მეთქი და უიმე არა ნამდვილად ესე არისო და აი ხა მე მივალო და ბატონ დავითს ვეტყვიო და ის ეტყვის ალბათ. თან მახსოვს რა დროს იყო რა რომანტიკული რაღაც სცენა იყო იქ რაღაცა იქ მასშტაბი რაღაცა და წარმოიდგინე რომ ეს გამოწეულია. ბატონ დავით ვეძახი, მომიტრიალდა ბატონ. Как он играет კი არა შარვალეთ. მაგაზე თელი ის იყო რა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ამბავი ახლა. მამა რო ავიდა რომ გაისწოროს. ხო, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ისე ჩოჩკოლი იყო. ცოტა უხერხული მომენტი იყო, მე შებრუნდა და ნუ გაისწორა რა თქმა უნდა ესე და მე მოტრიალდა და